დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. აბაზია. აბაზია არის ნევროლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება კოორდინაციის დარღვევით და სიარულის უნარობით. აბაზიის დროს ცხოველს უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და ნორმალურად გადაადგილება, რაც მნიშვნელოვნად აისახება მის ცხოვრების ხარისხზე. აბაზიის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და მოიცავს როგორც თანდაყოლილ, ისე შეძენილ ფაქტორებს. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მოიცავს თავის ტვინის დაზიანებები, ტრავმული დაზიანებები, როგორიცაა ავტოავარიები ან დაცემა, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება, რაც თავის მხრივ იწვევს აბაზიას. ინფექციები, ზოგიერთმა ინფექციურმა დაავადებამ, როგორიცაა ენცეფალიტი ან მენინგიტი, შეიძლება დააზიანოს ტვინი და გამოიწვიოს აბაზია. სიმსივნეები, ტვინის სიმსივნეებმა შეიძლება გამოიწვიოს აბაზია ტვინის ქსოვილზე ზეწოლის ან მისი დაზიანების შედეგად. მეტაბოლური დარღვევები, ზოგიერთმა მეტაბოლურმა დაავადებამ, როგორიცაა ჰიპოგლიკემია ან ღვიძლის უკმარისობა, შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფუნქციის დარღვევა და აბაზია. ტოქსინები, ზოგიერთმა ტოქსინმა, როგორიცაა ტყვია ან ზოგიერთი მედიკამენტი, შეიძლება დააზიანოს ტვინი და გამოიწვიოს აბაზია. თანდაყოლილი დარღვევები, ზოგიერთ შემთხვევაში აბაზია შეიძლება იყოს თანდაყოლილი და გამოწვეული გენეტიკური ან განვითარების დარღვევებით. დეგენერაციული დაავადებები, ასაკთან დაკავშირებული დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა ცერებრალური ატაქსია, შეიძლება გამოიწვიოს აბაზია. აბაზია არ არის გადამდები დაავადება. ის არ ვრცელდება ერთი ცხოველიდან მეორეზე კონტაქტით ან სხვა გზით. აბაზია არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული ცხოველის ორგანიზმში არსებული პრობლემებით და არა ინფექციური აგენტით. აბაზიის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს სიმძიმის მიხედვით და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი მოიცავს კოორდინაციის დაკარგვა, ცხოველს უჭირს მოძრაობების კოორდინირება, რაც იწვევს არასტაბილურ სიარულს. წონასწორობის პრობლემები, ცხოველს უჭირს წონასწორობის შენარჩუნება და ხშირად ეცემა. სიარულის გაძნელება, ცხოველს უჭირს სიარული და შეიძლება გადაადგილდეს გაჭირვებით ან საერთოდ ვერ შეძლოს სიარული. კუნთების სისუსტე, ზოგიერთ შემთხვევაში აბაზიას შეიძლება ახლდეს კუნთების სისუსტე, რაც კიდევ უფრო ართულებს მოძრაობას. ტრემორი, ზოგიერთ ცხოველს შეიძლება განუვითარდეს ტრემორი, კანკალი, კიდურებში ან მთელ სხეულში. დეზორიენტაცია, ცხოველს შეიძლება ჰქონდეს დეზორიენტაცია და ვერ ხვდებოდეს სად არის. მხედველობის პრობლემები, ზოგიერთ შემთხვევაში აბაზიას შეიძლება ახლდეს მხედველობის პრობლემები. ქცევის ცვლილებები, ცხოველს შეიძლება ჰქონდეს ქცევის ცვლილებები, როგორიცაა ლეთარგია, გაღიზიანება ან აპათია. აბაზიის დიაგნოსტიკა მოითხოვს საფუძვლიან ვეტერინარულ გამოკვლევას, რომელიც მოიცავს ნევროლოგიურ შეფასებას. ვეტერინარი შეამოწმებს ცხოველის რეფლექსებს, კოორდინაციას და სხვა ნევროლოგიურ ფუნქციებს. დიაგნოზის დასადასტურებლად და გამომწვევი მიზეზის დასადგენად შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ტესტები, როგორიცაა სისხლის ანალიზები. სისხლის ანალიზები შეიძლება დაეხმაროს მეტაბოლური დარღვევების ან ინფექციების გამოვლენას. შარდის ანალიზი. შარდის ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად და ტოქსინების არსებობის დასადგენად. ცერებროსპინალური სითხის ანალიზი. ცერებროსპინალური სითხის ანალიზი შეიძლება დაეხმაროს ინფექციების ან ანთების გამოვლენას ტვინში ან ზურგის ტვინში. რენტგენი. რენტგენი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრავმული დაზიანებების ან სიმსივნეების გამოსავლენად. კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მკურნალობის მეთოდები. აბაზიის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და სიმპტომების სიმძიმეზე. მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, ცხოველის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და, თუ ეს შესაძლებელია, გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა. ზოგიერთი შესაძლო მკურნალობის ვარიანტი მოიცავს მედიკამენტები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, NSAIDs, შეიძლება გამოყენებულ იქნას ტვინის ან ზურგის ტვინის ანთების შესამცირებლად. ანტიბიოტიკები ან ანტივირუსული მედიკამენტები, თუ აბაზია გამოწვეულია ინფექციით, შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი ანტიბიოტიკები ან ანტივირუსული მედიკამენტები. კუნთების რელაქსანტები. კუნთების რელაქსანტები შეიძლება გამოყენებულ იქნას კუნთების სპაზმების შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად. ანტიკონვულსანტები. თუ აბაზიას ახლავს კრუნჩხვები, შეიძლება დაინიშნოს ანტიკონვულსანტები.
ვიტამინები და დანამატები. ზოგიერთ შემთხვევაში ვიტამინების, მაგ ვიტამინების და დანამატების მიღება შეიძლება დაეხმაროს ნერვული სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას. ფიზიოთერაპია. ფიზიოთერაპია მნიშვნელოვან როლს ასრულებს აბაზიის მქონე ცხოველების რეაბილიტაციაში. ფიზიოთერაპიის მიზანია კუნთების სიძლიერის გაუმჯობესება, კოორდინაციის აღდგენა და მოძრაობის დიაპაზონის გაზრდა. ფიზიოთერაპიული ვარჯიშები შეიძლება მოიცავდეს პასიურ მოძრაობებს, აქტიურ ვარჯიშებს და წყალში ვარჯიშს. ჰიდროთერაპია. ქირურგიული ჩარევა. ზოგიერთ შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა შეიძლება საჭირო გახდეს აბაზიის გამომწვევი მიზეზის გამოსასწორებლად. მაგალითად, თუ აბაზია გამოწვეულია ტვინის სიმსივნით, შეიძლება ჩატარდეს ოპერაცია სიმსივნის მოსაშორებლად. დამხმარე ზრუნვა. აბაზიის მქონე ცხოველებს შეიძლება დასჭირდეთ დამხმარე ზრუნვა, რათა უზრუნველყონ მათი კომფორტი და უსაფრთხოება. ეს შეიძლება მოიცავდეს რბილ საწოლს, ადვილად მისაწვდომ საკვებსა და წყალს, ასევე დახმარებას გადაადგილებაში. აკუპუნქტურა. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აკუპუნქტურა შეიძლება იყოს ეფექტური აბაზიის მქონე ცხოველების სამკურნალოდ. აკუპუნქტურა გულისხმობს თხელი ნემსების ჩხვრეტას სხეულის კონკრეტულ წერტილებში, რათა სტიმულირება მოხდეს ნერვული სისტემის და ხელი შეუწყოს შეხორცებას. ალტერნატიული თერაპია. ზოგიერთი მფლობელი იყენებს ალტერნატიულ თერაპიას, როგორიცაა ჰომეოპათია ან მცენარეული მედიცინა, აბაზიის მქონე ცხოველების სამკურნალოდ. თუმცა ამ თერაპიის ეფექტურობა არ არის დადასტურებული სამეცნიერო კვლევებით და გამოყენებამდე რეკომენდებულია ვეტერინართან კონსულტაცია. აბაზიის პროგნოზი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და მკურნალობაზე რეაგირებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, თუ გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრება, ცხოველს შეუძლია სრულად გამოჯანმრთელდეს. სხვა შემთხვევაში, ცხოველს შეიძლება დასჭირდეს ხანგრძლივი მკურნალობა და დამხმარე ზრუნვა სიმპტომების გასაკონტროლებლად. მძიმე შემთხვევებში, აბაზიამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ცხოველის ცხოვრების ხარისხი და ევთანაზია შეიძლება იყოს ერთადერთი ჰუმანური ვარიანტი. რჩევები. ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა. რაც უფრო ადრე დაისმება დიაგნოზი და დაიწყება მკურნალობა, მით უფრო დიდია გამოჯანმრთელების შანსი. ვეტერინარის რეკომენდაციების დაცვა. მნიშვნელოვანია ვეტერინარის ყველა რეკომენდაციის დაცვა მედიკამენტების მიღების, ფიზიოთერაპიის და სხვა სამკურნალო ღონისძიებების შესახებ. მოთმინება და თანაგრძნობა. აბაზიის მქონე ცხოველებს სჭირდებათ მოთმინება და თანაგრძნობა. მიეცით მათ საკმარისი დრო და დახმარება, რათა შეეგუონ თავიანთ მდგომარეობას. უსაფრთხო გარემოს შექმნა. დარწმუნდით, რომ ცხოველის გარემო უსაფრთხოა და თავიდან აიცილეთ ისეთი დაბრკოლებები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაცემა ან დაზიანება. ცხოვრების ხარისხის შენარჩუნება. შეეცადეთ შეინარჩუნოთ ცხოველის ცხოვრების ხარისხი, მიეცით მას საყვარელი სათამაშოების რეგულარული გასეირნება, თუ ეს შესაძლებელია და ყურადღება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აბაზიის მქონე ყველა ცხოველი უნიკალურია და მკურნალობის გეგმა უნდა იყოს მორგებული თითოეული ინდივიდუალური ცხოველის საჭიროებებზე. ვეტერინართან მჭიდრო თანამშრომლობა და გეხმარებათ თქვენი შინაური ცხოველისთვის საუკეთესო ზრუნვის უზრუნველყოფაში. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.